საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ გივი მიქანაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს და აკადემიურ ადმინისტრაციულ პერსონალს საჯარო სამსახურის შესახებ და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით განხორციელებული ცვლილებები გააცნეს, რაც სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს. 2024 წლის 1 იანვრიდან სტაჟირება გახდა ანაზღაურებადი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი მართავს შეხვედრებს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებში. დღეს საავიაციო უნივერსიტეტში ვიმყოფებოდით, სადაც შევეცადეთ, რომ დეტალურად გაგვეცა ყველა კითხვაზე პასუხი, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს სტაჟირების პროგრამაში ჩართულობა, რა დადებითი კომპონენტები აქვს ამ ყველაფერს და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მაქსიმალურად გამოყენებულ იქნეს ის ფორმატი, რაც ახალი კანონმდებლობით არის შეთავაზებული და რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება. ჩვენ უკვე მეოთხე უნივერსიტეტია, სადაც მოვედით სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს ვაცნობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას და ასევე როგორც მეცნიერების, ისე განათლების და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე ყველა იმ რეფორმას, რომელიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად მოვედით დღეს ამ უნივერსიტეტში. კომიტეტის ინიციატივით ხორციელდება ეს კამპანია და მომდევნო თვეების განმავლობაშიც აქტიურად ვეცდებით, რომ ყველა უნივერსიტეტში მივიდეთ. შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან სტუდენტების ჩართულობით, რა დროსაც მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია და ჩვენს ყველა კითხვას გაეცა საკმაოდ ამომწურავი პასუხი. საკითხი შეეხო სტუდენტების დასაქმებას საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით და სხვა გაგვაცნეს ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.